ვისურვებდი ხელმწიფებას ყველა საგანზე, ძალაუფლებას ცხოველებს. და ეს მოთხოვნა იმით მართლდება, რომ მე ვარსებობ. ამის შანსი კი ამ ერთადერთხელ მომეცა მხოლოდ. ბერტოლტ ბრეხტი. განვედ მაცდურო სატანავ ჩემგან. მტრობა შენი ადამიანთადმი მოგიძღვნის მხოლოდ წყევლას და შეჩვენებას. თვით იმათგანაც კი, ვინც შენს გზაზე დადის, ვინც შენს რჩევას უგდებს ხურს, ვისაც მოეწამლა ფიქრი და გრძნობა შენის გესლით, თვით ისინიც კი მოგაფურთხებენ, როდესაც დაუკვირდებიან თავიანთ საქმეთა და ხმა ჩემი შთანათესი იმათ გულში დაუდგებათ თვალწინ. ვაჟა ფშაველა, ეშმაკი. ობოლი. პანთეონს გავდა ბიჭის ოცნება, ღმერთების საყდარს. უამრავ მმართველს მოეყარა თავი მის არსებაში, მაგრამ ეს არ იყო პოლითეიზმი, სრულებით არა. ეს გახდა სურვილი, ძიება, ქვეშეცნეული, ყველას და ყველაფერს სახელი ჰქონოდა, პატრონი ჰყოლოდა. პაწაწა არ ეთქმოდა, პატარა კი ნამდვილად იყო. არც თუ მკვეთრ აღმართს მოილევდა ხანდაზმული. ისე ქოშინებდა, ღელავსო, იფიქრებდა კაცი. ხის ღობეს მიადგა და ამოშვერილ სარს ღობის არსებობაში ულაზათო მონაწილეს ჩამოეყრდნო და სავსებით დაენდო. საოცარია, მართლაც ღელავდა. ძახილის ნაწილი ფიქრებმა ჩაყლაპა, ნაწილი შეგუბებულმა სულმა და საბოლოოდ ყმუილ-ზმუილის მსგავსი ბგერები ამოსკდა მის ხორხს. დადარაჯებულივით ისკუპა პატარა ბოსტნის კუთხიდან და დედულეთის ამ ერთადერთსა და უკანასკნელ ნაშთს, საოცრად გაფითრებულსა და უცნაურად აღელვებულს, ცნობის მოყარე მზერა მიაპყრო. პაპა, ასიადრე სად გაიზუნძლე, ბიჭო, გაღიმება სცადა მოსულმა, წადი სუფთად ჩაიცვის, ხელპირი კარგად დაიბანე, ისე შენ რომ იცი. მამა შენი ალბათ მალე დაბრუნდება, ხრინწი გაერია ხმაში, ქალი მოჰყავს, ცოლი. დედას ხომ ნატრობდი. არი უცხოო იცოდა. მკვეთრად იბრუნა პირიხნიერმა. გაურკვევლობამ შეიპყრო პატარა. დედა, ცოლი. ერთულ ამოხსნა ცხოვრების ამ მართლაც რთული პასაჟის, რა იცოდა, რომ უფროსები მსგავს ლაბირინთებში გზის ძიებით თავს არ იწუხებენ ხოლმე. ბავშვური მიამიტობით ერთბაშად ანება თავი ფიქრებს და სიახლის მომლოდინემ იქვე გადმომჩქებ წყაროს წყალს შეუშვირა ჭუჭყიანი ხელები. დედისაგან მიტოვებული, ბედისაგან მიტოვებულია. უდედობა, უბედობა, სულისა და ხორცის ტკივილია უსალბუნო. წუხრის თარეშია გულში, სევდა თუ სასოწარკვეთილებაა თვალის კილოებში და უსწორმასწოროდ მიყრილი ღარებია შუბლზე. არც ერთი ამ ელეგიათაგან ჯერ კიდევ არაჩნდა პატარას. იგი ჩვეული გულმოდგინებით იფშვნეტდა და იმტრობდა წყალს მიშვერილ ხელებს, რომლის გულებსაც ქირომანტიით გატაცებული უთუოდ შენიშნავდა ცხოვრების ხაზის სიმოკლეს და მის უცნაურად განვითარებულ მიმართულებას. ქორწილი. სამეფო ნადიმს არ ჰგავდა ეს სუფრა, მით უფრო ბაქანალიას. თუმცა დიონისე კვლავაც ომახიანად მეუფებდა სუფრაზე, რომელიც სულ 7 თუ 8 კაცისგან შედგებოდა და მაინც ერთი ღრიანცელი სუფევდა ირგვლივ. მსგავსი დისონანსი არ იყო უჩვეულო ბავშვისთვის, რაც თავი ახსოვდა ასეთ გარემოში იზრდებოდა. უმრავლესობა სტუმრებისა ფეხზე წამომდგარიყო და იმ იმედით, რომ ერთხმად აღვლენილი სადღეგრძელოთი გამეფებულ ყაყანს გადაჯაბნიდა, თავს არ იზოგავდა.
ერთ-ერთი მათგანი, დონ კიხოტის ქართველი ანალოგი, გამეტებით უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას თანამეინახეთ და აბდაუბდა ფილოსოფიით მოქანცულ ენას საშუალს არ აძლევდა. მათი დაცხრომის უებარი საშუალება ბალზაკისეული გასტრონომიული მელანქოლია, სწორედ რომ თავდადებული მხსნელივით მოევლინებოდა სუფრას, თუ რომ დროულად ეჩინა თავი და მართლაც ამ გარდაუვალობაზე თითოეულის დამძიმებული სტომაქი მეტყველებდა, რომელთა პატრონებსაც უკვე ხვავრიელი მტევნებივით დაეკიდათ თავები. ნეფე კი, ვინაიდან მან ფეხზე წამოდგომა არ ინება, თავის და სავალალოდ ჩვენი დაუცხრომელი ცნობის წადილის მახეშიც გაება. ეს დაუდგრომელი და ყველაზე თავაშვებული წადილი კი ჭორიკანობის სისხლით ნათესავი თუ არა, ახლობელი მაინც გახლავთ და ცოტა თუ ბევრად დაუნდობელია. ჩვენი მსხვერპლი, რომლის პატარა თავით დიამეტრულად განსხვავდებოდა ტანისგან, ჭამის დროს დაკუსულ თვალებს ნერვიულად ატრიალებდა. ის ცოტაოდენ გაპრანჭულად, ცოტაოდენ ფეთხუმად გეახლებოდათ. ეს იყო მანერა ზრდილი ადამიანებისაგან აღებული და საკუთარ ბუნებაში არსებული ჩვევების საოცარი სინთეზი. ტუჩები ნაყროვანებას ალისფრად აენთო და რადგან ვითარება ბახუსის ნებასაც პირდებოდა, ფეხები ასწლოვანი მუხასავით ფართოდ გაელაჯა, რომელთაც წამოდგომას ვერანაირი დღეს ჩვენს ხელთ არსებული ეტიკეტის ნორმები ვერ აიძულებდა. ეს გარემო ჩვენი ინტერესის ობიექტისთვის სავსებით მშობლიური, მთელი სისავსით შეაგრძნებინებდა მას საკუთარ მეს. აქ იგი იმ სრულქმნილი ადამიანების ამბიციებს ირეკლავდა, რომლის ხელშესახები მყოფობაც უდავოდ მართლდებოდა და ამგვარ ატმოსფეროში უხვად გაშლილ სუფრასთან, მისეული ფანტასმაგორიით იგი შეუცვლელი კაიზერი თანამესუფრენს მხოლოდ პლებეური წარმოშობის ვეზირებად თუ მიიჩნევდა. ხომ არ გაფიქრებინეთ, რომ პათეტიკური პოზა ან ტონი ღალატობდა, ან კი აპლომბს უპოვიდით საც, რასაკადრისია. ბაქიობა ეს მისი გატაცება იყო. ახლა ვთქვათ სუფრა, ეს აუცილებელი ჰიპოსტასი დროებით გამოვაცალოთ. გახსენებადაც არღირს. აი აქ კი აღარაფერი რჩებოდა მისგან. საწყალობლად იკარგებოდა და მისივე არსებობა იმდენად უსუსური ხდებოდა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ერთხელ თუ ორჯერ შიშულად დაანახა თავი და ელდა ნაკრავივით შეაკრთო. გულში არც გაივლოთ, რომ გრძნობებისა და ჭკუისგან თლად დაშრეტილი კაცი მყავდეს მხედველობაში. სამწუხაროდ ცოტა ორივე გააჩნდა, ტრაგედიაც აქ იყო სწორედ. ამის გამო მას საკუთარ თავთან შეხვედრა უხდებოდა, წამიერად, მაგრამ მაინც, და ამ პაემანის ორგანიზატორები, სიფხიზლე და სიდუხჭირე, მისი საუკეთესო მეგობრები გახდათ. თუ კი მასში ფილანთროპის აღმოჩენას ისურვებდა ვინმე, 1001 ღამის საკადრისი ტრაპეზი თუ იხსნიდა მხოლოდ. სხვა შემთხვევაში იგი სინდისისაგან მხილებული, კაცთმოძულის სახეს იღებდა და ყველას და ყველაფერს პასუხს, კაცობრიობას კი ხარკს თხოვდა და სამყაროს ამ მისი ვალიდან მუდმივად ამოუსვლელ, ვალაუვალ გაკოტრებულ გლახას არც თუ უშინაარსო ტრაფარეთს უფრიალებდა ცხვირწინ. დიახ, მე ვარსებობ. და განაარკმაროდა. ის მართლაც არსებობდა. ამ ექსპლუატატორს და მოხარკეს გვერდს უმშვენებდა პატარძალი. ცხადია, აქ არც მეფისწულებთან და პრინცებთან, არც ფერიებთან და სილფებთან მქონდა საქმე და ეგებ მისი აღწერა უსარგებლო შრომადაც ჩაგვეთვალოს, რადგან საკმარისია შეიხედოთ ბედმოცარულთა ოჯახში, რომელთაც ბურჯი ოჯახისა udroოდ გამოსცლია ხელიდან და ახლა მის შემცვლელს მერყევი გაბედულებით გადაუდგამს ის საკმაოდ რისკიანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელსაც ასე პომპეზურობით ვუწოდებთ ქორწინებას.